გასული სამუშაო კვირის განმავლობაში წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი შეერთებული შტატების დოლართან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად 6.23 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 79 თეთრზე. ამასთან ლარი დაახლოებით ანალოგიური ოცულობით 6 თეთრით და 51 გამყარდა ევროსთან, რამაც ევროლარის წყვილი 2 ლარსა და 90 თეთრზე გაასწორა კვირის ბოლოს. გირვანქა სტერლინგთან კი გამყარება 6.76 თეთრი იყო, შედეგად კურსმა 3 ლარი და 47 თეთრი შეადგინა. ლარმა იდეაში დაუფასებელი არც ერთი მთავარი სავაჭრო ვალუტა დატოვა და გამყარება ყველასთან მიმართებით აჩვენა გასულ კვირეულში. აი ესე გამოიყურება ვითარება დანარჩენ ვალუტებთან. შეერთებული შტატების დოლარზე მოგახსენეთ 2.79 ევრო 2.90, დიდი ბრიტანეთის ფუნტ სტერლინგი 3.47, თურქული ლირა აქაც გამყარება არის 77,000-ზეა, 100 რუსული რუბლი 2.88, 1000 სომხური დრამი 7.2, აზერბაიჯანული მანათი 1.63 თეთრი, ჩინური იუანი 3 ლარსა და 83 თეთრზეა. რაც შეეხება 100 იაპონური იენს 1.83 და 10 უკრაინული გრივნა 67 თეთრი. ჯერჯერობით იანვრის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც გაცვლით კურსზე ახდენენ გავლენას, უცნობია. ნაწილობრივ არის ცნობილი დეკემბრის მაჩვენებლები, მათ შორის საქსტატის თანახმად გასულ თვეში საქართველოს ექსპორტი 7%-ით 559 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ამასთან წლიურად 8%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები, რაც გასულ თვეში 285 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები არის უცნობი, ძირითადში პოზიტივშია ასევე დასრულებული საქმიანი კვირეული საქართველოს წამყვანი საინვესტიციო კომპანიების მიერ, საქართველოს ბანკის ჯგუფმა, ეს საუბარია Bank of Georgia PLC-ზე, აქციების ფასი 1.26%-იანი ზრდით ჩახურა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 48 გირვანქა სტერლინგს აღემატება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 280 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 21%-იან ზრდას აჭარბებს. TBC PLC-ს, ანუ TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 35.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.760 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი ვებერთელად 26%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის GCAP-ის აქციებს, ის არასრული 1%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 12 გირვანქა სტერლინგზეა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 559 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 21%-იან ზრდას აჩვენებს. ხო, აი აქვე გეტყვით, რომ საბირჟო ტიკერი არ იცვლება და BGO ჯგუფი სახელის ცვლილებაზე აცხადებს. ჯგუფის სახელი ამიერიდან იქნება Lion Finance Group. და ჯგუფის განცხადებით სახელის შესვლა სტრატეგიულ პოზიციონირებას უკავშირდება და ის Lion Finance Group-ი სახელით საქმიანობას საერთაშორისო მასშტაბირებას ასახავს. ჯგუფში შემავალი ბანკები, საქართველოს ბანკისა და ამერია ბანკის სახელები უცვლელი რჩება. კიდევ ერთი რის საქმის კურსშიც მინდა რომ იყვნენ საქმიანი საზოგადოების წარმომადგენლები, არსებობს მოსაზრება და მინდა გითხრათ საკმაოდ რეალისტურიც, რომ ევროსა და დოლარის პარიტეტი გვიახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ ევრო და დოლარი გაუთანაბრდება კურსით ერთმანეთს. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით ეს უბრალოდ გარდუვალია, ანუ მალე 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 1 ევროს გაუტოლდება, რაც თავისი არსით საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ცირკულაციაში ევროს შემოღებიდან დღემდე პარიტეტი ალბათ სულ რამდენჯერმე ვნახეთ. ბოლო მათგანი ბავშვები 2022 წელს იყო, როცა რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა და ევროპის რეგიონში ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო. ამჯერად ევროპა ახალი კრიზისის წინაშეა და აი ამ კრიზისის სახელია დონალდ ტრამპი. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ყოველდღე საკმაოდ თამამ, საკმაოდ აგრესიულ ნაბიჯებს დგამს და ერთი ნაბიჯი ინვესტორებს განსაკუთრებით აშფოთებთ, რაც ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას უკავშირდება. თუ კი ვაშინგტონი
ოფიციალური ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილებას მართლაც ამოქმედებს, ეს ევროპის ექსპორტისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, რაც ევროს გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება. სწორედ ამიტომ ის დოლართან მიმართებით უფასურდება და პარიტეტიც გვიახლოვდება. ცნობისთვის ამჟამად პარიტეტამდე სულ რაღაც 4 ცენტი გვაშორებს დოლარს და ევროს შორის. 7 ფებრუარს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი კვლავ სტაბილურად შეაფასა. განახლებულ შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო ქვეყანაში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკებზე მიუთითებს, S&P აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ და მმართველობის ვარდნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შეღავათიანი დაფინანსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, რაც საფრთხეს უქმნის ზრდას, საგადასახდელო ბალანსს, საერთაშორისო რეზერვებსა და საჯარო ფინანსებს. უარყოფის სცენარში სწორედ პოლიტიკური დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციაა განხილული, რასაც პოტენციურად ნეგატიური გავლენა ექნება რეიტინგზე. რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც პირიქით დადებითად იმოქმედებს რეიტინგზე, S&P-ს თანახმად შეგვიძლია განვიხილოთ პოზიტიური სარეიტინგო ოქმედება მომდევნო 12 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები გადააჭარბებს მათ პროგნოზებს და შემცირდება პოლიტიკური გაურკვევლობა. ამასთან S&P აღნიშნავს, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად მთავრობის პოლიტიკის პროგნოზირებადობა შემცირდა. სააგენტო ელისს, რომ 2025 წელს ეკონომიკის ზრდა 5.7%-მდე შენელდება, რაც დაბალი მოხმარების და ინვესტიციების შემცირებით არის გამოწვეული. მოკლედ S&P მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა პროაქტიულად შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე, არსებულ ვითარებაში კი მოსალოდნელია, რომ ფრთხილ პოლიტიკას შეინარჩუნებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით 2025 წელს ქვეყანაში ინფლაცია საშუალოდ 1.6% იქნება. ეს კი აი ამ ავტორიტეტული სააგენტოს ცნობით თითქმის ნაგულისხმევდა გათვალისწინებულ პარამეტრზე ლამის ნახევარით ნაკლები, ანუ 3%-იან ტარგეტირებულ მაჩვენებელზე ვსაუბრობ ინფლაციისა. S&P-ს თანახმად საქართველოს მაკროეკონომიკური მენეჯმენტი არის გონივრული, თუმცა უფრო ფართო პოლიტიკის პროგნოზირებადობა შემცირდა. ხო, შეფასებაში ასევე საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვასა და შეერთებული შტატების მიერ ქართველი ოფიციალური პირების დაწესებულ სანქციებზე. დადებითი მიმართულებით სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ რეიტინგი სარგებლობს შედარებით ძლიერი პოლიტიკის ჩარჩოდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეფასებულია რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკის პარამეტრების შესაძლო შესუსტების რისკიც. სარეიტინგო კომპანია S&P 500 ვერ იქნება გამონაკლისი, ვისთვისაც რთულია საქართველოში განჭვრიტოს მოსალოდნელი ან შესაძლო შედეგები ეკონომიკის შემცირებისთვის. ეკონომიკაზე დამკვირვებლები ყველანი ერთგვარად მოლოდინის რეჟიმში არიან, რა ვითარება იქნება შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, რა სტატისტიკა დაიდება და ალბათ შემდგომ უკვე შეიძლება გარკვეული და შედარებით მყარი პროგნოზებიც გაკეთება. ნახოთ. არა ქართული და ემოციური, არამედ ისე დამჯდარი, ციფრებზე და რიცხვებზე დაყრდნობილი და ასევე ტენდენციებზე დაყრდნობილი პროგნოზებს გულისხმობ. თუმცა ცხადია, პირველი ყლორტები ეკონომიკის არასასურველი მიმართულებით განვითარებისა გამოჩნდა, იანვარშიც გამოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთზე, ანუ საგადასახადო შემოსავლებზე ეკონომისტებმა გასულ კვირაში გააკეთეს აქცენტირება, მსჯელობას გამართეს, რამდენად იქნება თებერვალშიც ანალოგიური მცირე, მაგრამ მაინც კლება ტენდენცია ფისკალური მიმართულებით, ეს უკვე თვის ბოლოსკენ გვეცოდინება. თუმცა ეხლა უმთავრესი მე მაინც პირადად მიმაჩნია ლარის კურსის შენარჩუნება და ამისთვის ტრადიციულად მყარი და ეს სტაბილური კურსისთვის აუცილებელი დაფინანსების წყაროების უზრუნველყოფა. რაშიც საქართველოს ხელისუფლება, ანუ დაფინანსების წყაროების უზრუნველყოფაში შედარებით შეზღუდულია. მათი გაფუჭებული ურთიერთობის გამო დასავლურ სტრუქტურებთან, რამდენადაც იქნება რამდენად წავა ასევე ზეწოლა რეზერვების მიმართულებით ვერაფერს გეტყვით, ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციების გაცემაზე და საჯაროების მაღალ სტანდარტზე ოპერატიული წარმოდგენისთვის დიდი ხანია თქვეს ვარი. ამიტომ ბოლო მონაცემები რაც გვაქვს რეზერვებზე, იმას გიზიარებ და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეზერვებთან დაკავშირებით არის შემაშფოთებელი. მეტიც, მსოფლიოში ოქროს ფასის ზრდა
საქართველოს რეზერვების კლება ბუნებრივად შეამცირა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 31 იანვრისთვის საქართველოს სარეზერვო აქტივების ზომამ 4 მილიარდ 430 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ თვესთან შედარებით კლება 18 მილიონ 400.000 დოლარია, თუმცა კლების აი ამ მაჩვენებელზე როგორც გითხარით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოქროს ფასის ზრდა. ბოლო ერთ თვეში ოქროს რეზერვების ღირებულება არის 40 მილიონი დოლარით გაზრდილი, თითქმის 51 მილიონი დოლარით. მოდი ვასწიამოვნოთ ხელისუფლებას და 51 მილიონ დოლარზე დავარგვალოთ და ნაწილობრივ ამან, როგორც გითხარით, დააკომპენსირა სავალუტო რეზერვების 60 მილიონიანი კლება. 1 თებერვლისთვის საქართველოს 3 მილიარდ 365 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებს ფლობდა. ოქროს რეზერვების ზომა კი, როგორც გითხარით, 640 მილიონ დოლარამდე შეადგენს. წლიურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, სარეზერვო აქტივები 423 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ეს რჩება, ამაზე ვერავინ ვერ გაექცევა და უცხოური ვალუტის რეზერვების პორტფელი მილიარდი დოლარით არის შემცირებული. რაშიც რა თქმა უნდა წვლილი შეიტანა აქტივების ნაწილით ოქროს შესყიდვამ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დაბანდება მომგებიანი არის ცალსახად მარტის შემდეგ ოქროს რეზერვების ღირებულება ოქროს გაძვირების ფონზე 110 მილიონი დოლარით არის შენ ხარ ჩემი ბატონი გაზრდილი, რაც ზრდის ბუნებრივად ქაღალდზე ცხადია ჩვენი რეზერვების ზომას. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე ლარის დასაჭერად ეროვნული ბანკის ინტერვენციების გამო რეზერვები მკვეთრად შემცირდა, თუმცა 2024 წლის დეკემბერში რეზერვების 324 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდა, რაც დიდწილად სხვათა შორის არა ვალუტის შეძენა, არა. არამედ ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით გაზრდილმა ვალდებულებამ განაპირობა. ისე ბარემ აქვე ჩავამატებ თქვენის ნებართვით, მე ადრეს და ახლაც მიმაჩნდა, რომ ოქროს შეძენა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და მინდა ამასთან დაკავშირებით გაგიზიაროთ ტენდენცია, თუ რა ხდება მსოფლიოში და როგორ მოქმედებენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები. მოკლედ ოქროს შეძენა მიმაჩნია, რომ იყოს სწორი გადაწყვეტილება, რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით ოქროზე მოთხოვნა ცალსახად იზრდება და World Gold Council, ეს არის ერთი მთავარი წყარო, საიდანაც ოქროსთან დაკავშირებით ვიღებთ ბიზნეს მედიები ინფორმაციას. გასულ წელს 2020 წელს გლობალური შესყიდვების მოცულობა გაიზარდა და მან 4974 ტონა შეადგინა. რაც რეკორდული მაჩვენებელია, მხოლოდ ცენტრალურმა ბანკებმა გასულ წელს დაახლოებით 1000 ტონა ოქრო შეისყიდეს, რაც ასევე რეკორდულ შედეგს წარმოადგენს. უშუალოდ ქვეყნებს რაც შეეხებათ, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რეკორდული მოცულობის 8133 ტონა ოქროს ფლობს, რეიტინგში პირველ ადგილზეა ხედავთ. მეორე ადგილზე გერმანიაა, 3351 ტონა ოქროს აკონტროლებს. ასევე შევხვდებით იტალიას, საფრანგეთსა და რუსეთის ფედერაციას, რომელთაც ოქროს რეზერვები საშუალოდ 2400 ტონის ფარგლებში აქვთ. ოქროს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას. რაც იმ ფაქტით გახლავთ განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება. ოქროს მორიგი უპირატესობა ცალსახად კიდევ ერთ თემას უკავშირდება, რაც არის ინფლაცია და ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ოქრო თავისი მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როცა ინფლაციის დონე მკვეთრად იზრდება, ფასები მიდისევთ. მოკლედ, ინფლაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალებში გაქვთ ჩვენგან მოწოდებული. ინდიაში არც ეროვნული ბანკი მალავს, განსხვავებით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან, რომ ინფლაცია წელს ზრდადი იქნება, ისევე როგორც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ზოგადად ფასების თემა საქართველოში, რომელიც არ არის მხოლოდ ბიზნესის შემოსავლების წყარო, მაღალი ფასებით პირველ რიგში ირკვევება მთავრობა და ბიუჯეტი. და ამიტომაც მგონია, რომ სადღაც ინფლაცია მომატებული ინფლაცია ჩვენს მთავრობას აწყობს, რომელიც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის და ბიზნესის მთავარი მოწილია, ბიუჯეტი და მთავრობა. და ლომის წილი სწორედ ბიუჯეტს, მთავრობას მიაქვს ნებისმიერი საქმიანობიდან, რასაც ყოველდღიურად თუ ყოველწუთიერად ვაკეთებ დაწყებული, რა ვიცი, პურის თუ თამბაქოს ან საწვავის შეძენიდან დასრულებული ჩვენი ბიზნეს საქმიანობით ყოველი თვის ბოლოს საშემოსავლო დღეგეს თუ ვისაც რა ეკუთვნის იგივე აქციზის გადასახადით. ხო და BMG-ის ანალიტიკოსების და ეკონომისტების გუნდი ვაპირებთ ყოველკვირეულ რეჟიმში შემოგთავაზოთ ინფლაციასთან, ფასების მატებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სტატისტიკური
манипуляციების მაგალითები. ჩვენებურად აი გლეხურად ის ამ პარტნიორობის გარეშე საყველპურო ლექსიკა ფრაზეოლოგიით აგიხსნით. რამდენი წილშია მთავრობა, ანუ ბიუჯეტი თითოეულ პროდუქტზე საქართველოში დაწყებულია, აი თქვა 1 კოლოფი სიგარეტიდან თუ 1 ლიტრი საწვავიდან დასრულებული პროდუქტებზე და სერვისებზე ასტრალში გასული ფასებით, რითაც ნამდვილად ახთა ყოველთა ქართველთა ოცნება და ევროპაც გავაოცეთ ჩვენი ფასებით და მე მგონი გალაქტიკაც. ფასებით ნამდვილად ვჯობნით კონტინენტის უდიდეს ეკონომიკას, მინდა გითხრათ გერმანიას, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც იქნება ეს პოლონეთი, სლოვაკეთი, თუ საქართველოსთან შედარებით ყველაზე ახლოს გეოგრაფიულად განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყანა ბულგარეთის სახით. კიდევ ორიად ინფორმაცია, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი და საგულისხმო გადასახადის გადამხდელებისთვის 2024 წელს ბიზნესმა დამატებითი ღირებულების სახით, ზედმეტობის სახით 2.5 მილიარდი ლარი დაიბრუნა. ეს დაუბრუნდა მას სახელმწიფო ხაზინიდან 2024 წელს დღეს დაბრუნების მოცულობა 9%-ით, ანუ 215 მილიონი ლარით არის გაზრდილი. გადასახადის გადამხდელებისთვის დღეს ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა ამოქმედდა 2020 წელს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე არსებული დღეს დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმა, რომელიც გატარდა ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდის მიერ და ამ რეფორმის ამოქმედებამდე ბიზნესისთვის დღეს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში არ ხდებოდა. ასევე საქმიანი საზოგადოება საქმის კურსია, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში მოსახლეობამ და ბიზნესმა 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში გადაიტანეს. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია 53%-მდე გაიზარდა, 4%-იანი ზრდა არის. ლარიზაციის მაჩვენებელი თავის მხრივ სექტემბერში არჩეული 51-დან 47-ზე ჩამოვიდა. ეროვნული ბანკისთვის კომერციული ბანკების მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, აი დააკვირდით 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ლარის დეპოზიტების მოცულობა 27.5 მილიარდი ლარი იყო. კლება სექტემბერთან შედარებით 2 მილიარდი ლარია. უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზომა კი დეკემბრის ბოლოსთვის 30 მილიარდ 800 მილიონი ლარი გახლდათ. ეს ზრდა არის სექტემბერთან შედარებით 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი. სტატისტიკის თანახმად, თვეების მიხედვით, ლარის დეპოზიტების კლება აი ესე გამოიყურებოდა ოქტომბერში მილიარდ 160 მილიონი, 351 მილიონი ნოემბერში და 453 უკვე დეკემბრის თვეში. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტების დასს, ის 2024 წლის მეოთხე კვარტალში 2 მილიარდ 700 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩვენ აი ამ თემის აქტუალურობის გამო გადავწყვიტეთ რამდენიმე ეკონომისტისთვის და ფინანსისტისთვის მიგვემართა კითხვებით. რატომ გადააქვს მოსახლეობას და ბიზნეს დეპოზიტები დოლარში? რა პროცესთან გვაქვს საქმე და მათი დაკვირვებით რამდენად გაგრძელდებოდა ეს პროცესი იანვრის თვეშიც? და კიდევ, რამ შეიძლება შემოატრიალოს პროცესი, ანუ დეპოზიტების გადატანა და დაიწყოს უკან დაბრუნება ლარში და რამდენად რეალურია ეს მოლოდინი? მოვისმინოთ ეკონომიკის სპეციალისტების და ექსპერტების პასუხები და მოსაზრებები. 2024 წელი დასრულდა იმ მდგომარეობით, რომ დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა წლიურად 2%-ული პუნქტით 52.8%-მდე, ხოლო თვის ჭრილში 1.1%-ული პუნქტით იყო ზრდა. ძირითადი მიზეზი აქ იყო ლარის გაუფასურება, რომელიც მომდინარეობს პოლიტიკური არასტაბილურობიდან და კუჩის პროტესტებიდან. რაოდენობრივად თუ ვიმჯელებთ, ანუ სავალუტო ბაზარზე ძირითადი ზეწოლა და მთავარი ზეწოლა ნამდვილად იყო ეგრეთ წოდებული კონვერტაციებიდან, რასაც ჩვენ სენტიმენტებს, ძირითად სენტიმენტებს ვეძახით, თუმცა ამ ფაქტორით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება და ეს თქვენთანაც გვისაუბრია ბევრჯერ არაერთხელ, რომ ეს პროცესი არჩევნებამდე ბევრად ადრე დაიწყო. თუ მოლოდინი არის, რომ ლარი გაუფასურდება, ეს შემდეგ გადაითარგმნება ფასების დონეში და იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, რაციონალურად მოიქცეს ადამიანი, გარკვეულად აზღვევს ხო აი ამ ასე ვთქვათ რისკებს, შესაბამისად ახდენს ხოლმე იმ ვალუტაში გადასვლას, რომელიც ასე ვთქვათ, მისთვის უფრო მეტად სანდო არის. ეს მოხდა, ასე ვთქვათ, დეკემბერში. არის გაუფასურების მოლოდინები, კომპანიები და ფიზიკური პირები ცდილობენ
თავიანთი აქტივები ამ შემთხვევაში დეპოზიტები უფრო ვალუტაში გადაიტანონ და პირიქით უფრო მეტი ლარში ისესხონ. ხომასია რაც ასახოს პოებს სავალუტო ბაზარზე. იმიტომ რომ დიდი თანხები გადახურდავდა, ეს არ ნიშნავს რომ დამატებით არ შეიძლება გადახურდავდეს, ხო? სენტიმენტების დამატებით გაუარესების შემთხვევაში, თუმცა ამის გათვალისწინებით მაინც ეს ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს თუ ვითარება შეიცვალა უკეთესობისკენ ჩვენ მივიღებთ ჭარბ მიწოდებას სავალუტო ბაზარზე პირიქით. რაც შეეხება იანვარს ლარის გაუფასურება გაგრძელდა იანვარშიც, თუმცა ჩვენი წინასწარი შეფასებით დიდი ცვლილება დოლარიზაციის მაჩვენებელში აქ არ უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან რომ იანვრის ბოლოს ლარის კურსი ფაქტობრივად ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად იყო, ასე ვთქვათ, გაუფასურებული 2.9-თან იყოს ახლოს და არ გამოვრიცხავთ, რომ ასე ვთქვათ, პირიქით მომხდარიყო, ასე ვთქვათ, კონვერტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ თებერვლის პირველ კვირაში ჩვენ ვხედავთ ლარის გამყარების ტენდენციას. უახლესი ინფორმაციით დაახლოებით ერთ დონეზეა, ანუ ლარი ვალუტის ბალანს თუ შევხედავთ, დეპოზიტების ხარჯს დაახლოებით ერთ დონეზეა, ანუ ეს ნიშნავს ჩვენ ტელემაყურებლისთვის, რომ ამ არხიდან, ამ ფაქტორიდან გამომდინარე ჩვენ კურსზე არც გამყარების და არც გაუფასურების ზეწოლა არ გვაქვს, თუმცა ასევე დავამატებ, რომ წინასწარი შეფასებით, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ბოლო პერიოდში ცოტათი მოიმატა სესხების დოლარიზაცია, მაგრამ ცოტათი მოიმატა, უფრო აქტიურია ყოველ შემთხვევაში ვალუტის სესხები, რაც თავის მხრივ ასევე რაც თავის მხრივ ლარის გამყარებაზე მოქმედებს. ნდობა ლარის მიმართ არის ძალიან დაბალი, ძალიან ბევრი მექანიზმით ეროვნული ბანკი ცდილობს აი ამ დედოლარიზაციასთან ბრძოლას, შეზღუდვებს აწესებს სესხების მოცულობის მიხედვით ლარში და დოლარში გატანას და შემდეგ, მაგრამ ვერაფერს ვერ უზამ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არის ძალიან ესეთი ვოლატილური პოლიტიკური სიტუაცია და შესაბამისად ადამიანებს ლარის ნდობა, მიმართ ნდობა აქვთ დაბალი, ამიტომ წავიდნენ და გადააკონვერტირეს მათ შორის იმიტომ რომ ელოდებიან რომ ლარი გაუფასურდება. ხო, ამათ შორის კი არა, ნუ მთავარი ეს არის, რა თქმა უნდა, ანუ შენახვა ფულის რახან გახდა საჭირო, სხვა ყველაფერთან ერთად ის შენახვა ურჩევნია დოლარში, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის დეპოზიტი ბევრად უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს იძლევა, მაგრამ უფრო დაბალი რისკი აქვს. მთლიანად მეოთხე კვარტალში 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები გადავიდა უცხოურ ვალუტაში, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 700-800 მილიონი დოლარის ანუ დოლარი შეიძინა ბიზნესმა, ფიზიკურმა პირებმა, ეს ზუსტად არავინ არ იცის, რა თქმა უნდა. ეს გამოიწვია იმან, რომ მოსალოდნელია გარკვეული კრიზისი, ბაზარი ელოდება და ბიზნესი ელოდება, რომ შეიძლება ხვალ დაიწყოს კრიზისი, ან ნებისმიერ დღეს, რისთვისაც უფრო სანდო ვალუტა ამ შემთხვევაში მათთვის არის დოლარი ან ევრო და ისინი ნაკლებად ენდობიან კრიზისების დროს, როგორც წესი ლარს. დიდი ალბათობით სწორედ ეს დეპოზიტების გადატანა უცხოურ ვალუტაში ლარიდან, ასევე შემოსულობების შემცირება, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე, რადგან იმისთვის, რომ თქვა, ამ შემთხვევაში დოლარზე იზრდება, ხო, მოთხოვნა. უცხოურ ვალუტაში ლარის გადაკონვერტირება პირდაპირ მოყვება ხოლმე ლარის ცვალებადობას და მოლოდინების ცვალებადობას. ეს ფაქტორი პირდაპირ პროპორციულად აისახება ხოლმე მდგომარეობაზე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პერიოდს ემთხვევა წლის ბოლო და იანვრის პერიოდი, როდესაც იმპორტის ნაწილი სხვა პერიოდთან შედარებით იზრდება და ლარის ხარჯვის ნაწილი იზრდება. თებერვლის პერიოდი, როდესაც ეხლა გვაქვს პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარჯვის ნაწილი მეტნაკლებად შემცირებული იქნება, იმპორტიც ყოველწლიურად მცირდება ხოლმე, ანუ ამ თვეს და აქედან გამომდინარე მოლოდინები არის, რომ უფრო მეტად შეიძლება შეიცვალოს ამ თვეში მდგომარეობა. ბუნებრივი ფსიქოლოგიური მოვლენაა, ხო, ლარის კურსი დაეცა, ლარში დანაზოგი არ მინდა. ხო, გადამაქვს დოლარში. ლარის კურსი რატო არის დარწმუნებული, რომ გაგრძელდებოდა იანვარში, ლარის კურსმა გააგრძელა ვარდნა, იმის შემდეგ კიდევ რაღაც 2-3% დაეცა მგონი, ხო, დაახლოებით 2%-ით. ხო, შესაბამისად ალბათ დეპოზიტების ლარში, ლარიდან დოლარში გადატანა გაგრძელდება. ახლა რა შეიძლება, რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ამან, თავისთავად ეს რაღაც, ინგლისურად ამბობენ self-fulfilling prophecy, ანუ თავისთავად იწვევს ლარის კურსის გაუფასურებას, ანუ გაუფასურებას მოყვება დოლარიზაცია და დოლარიზაცია იწვევს გაუფასურებას. რატომ?
იმიტომ რომ როდესაც ლარიდან დოლარში გადამაქვს, უნებრივია დოლარზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად დოლარი თქვა ლართან მიმართებაში ყარდება, ლარი უსურდება, ხო? შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რა თქმა უნდა, ეს არის ლარის გამყარება, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ, დაუკავშიროთ მოლოდინების გაუმჯობესებას, ანუ თუ მოხდება ასე ვთქვათ ის განწყობები, რაც დღეს არის, შეიცვლება პოზიტიურისკენ, ეს დადებითად იმოქმედებს გაცვლით კურსზე და შესაბამისად დოლარიზაციის მაჩვენებელზე. საერთო ვითარების გაუმჯობესება, ხო, მოლოდინების გაუმჯობესება, ხა ჩვენ რო ვთქვათ, რომ მოლოდინები გაუმჯობესებულია ჯერჯერობით, მე ვიტყოდი რომ ალბათ ეს ასე არ არის, ხო, ბევრი ბიზნესი იქნება თუ ფიზიკური პირი კითხებს რომ ვთქვათ რა იქნება, ხო, ანუ გაუფასურების მოლოდინები მაინც ვიტყოდი რომ ალბათ ჭარბობს, ხო, ეს ალბათ მაინც ასეა. ასევე ყურადღება მიაქცევს საზოგადოება, როგორც შინამეურნეობები, ასევე ბიზნესი საპროცენტო განსხვავებებს, ხო, ლარსა და უცხოურ ვალუტაში, თუ საპროცენტო განაკვეთის ეს სხვაობა, ასე ვთქვათ, მინიმალური იქნება, მაშინ დიდად არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ლარში კონვერტაცია უფრო მეტად დაჩქარდება, ხო? ანუ მიმზიდველი უნდა იყოს ლარში ინვესტირება იმისათვის, რომ მოხდეს უცხოური ვალუტიდან კონვერტაცია ლარში. მე არ ვამბობ, რომ ლარი არ შეიძლება გაუფასურდეს, მაგრამ როგორც ყოველთვის ბოდიში მოხდით, როგორც ჩვენ არაერთხელ გვირჩევია ობიექტურად, ანუ ყოველთვის დივერსიფიცირება ჯობს, ანუ ერთ ვალუტაში, ასე ვთქვათ, როგორც დეპოზიტი, ასევე სესხი, ვფიქრობ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, თუ ყველა შემთხვევაში არა, არის წამგებიანი სტრატეგია, ამიტომ ჩვენი ჩარჩო რაც არის TBC კაპიტალის ლარი, ევრო დოლარის არჩევანი, ხა რაოდენობრივ ქალაქის წონებზე აღარ გადავანტურეს, რა თქმა უნდა, ქსელი თემა იცით, რომ ეს გამოქვეყნებულია. ეს კიდევ ერთხელ ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ ეს არის ძალიან რელევანტური, ანუ დივერსიფიცირება ყოველთვის უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა, ვიდრე განსაკუთრებით რაც ხშირად ხდება, ანუ ერთი ვალუტიდან მეორე ვალუტაში, ასე ვთქვათ, გადასვლა, გადმოსვლა, რაც გამოიწვიოთ, რომ თუ ყველა არა, უმრავლეს შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბოლოო ჯამში საზიანოა, ხო, პროცენტები რო ვთქვათ, კონვერტაციის ხარჯები და ასე შემდეგ. კი ბატონო, დავაკვირდეთ ახლა ლარი მყარდება და შესაბამისად ტენდენციაც ალბათ როგორც ჩვენი ეკონომიკის ექსპერტებიც მიგვანიშნებენ, უნდა იყოს, რომ ლარისკენ ინტერესი, მათ შორის დეპოზიტების თვალსაზრისითაც უნდა შემოტრიალდეს, თუმცა ცხადია ამასზე გადაწყვეტილებას კომერციული ბანკების გადაწყვეტილებამ უნდა შეუწყოს ხელი და განაკვეთები.